რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის შედეგები, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. სტუდიაში თქვენთვის თეიკო ანჯაფარიძე მუშაობს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 იუნის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება და დღეს ჩვენი სტუმარი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი კახა ჯამბურია. მოგესალმებით ბატონო კახა. გამარჯობათ. ძალიან ბევრი კითხვა არის შემოსული, ძალიან ჩვენ მსმენელებმა ჩვენ Facebook-ის გვერდზე მოგწერეთ ძალიან ბევრი კითხვა და ამიტომ პირდაპირ გადავალ კითხვებზე. ბატონო კახა, გუშინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook-ის გვერდზე თქვენმა ჯგუფმა გააკეთა განმარტება ერთ-ერთ დავალებასთან დაკავშირებით. ჩვენს მენელებს აინტერესებთ, თუ შეიძლება მკაფიოდ ახსნას, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რა იყო რეალური მიზეზი და რატომ ვიგებთ ასეთ ინფორმაციას ორი დღით ადრე. ბატონ კახა, დეტალურად რო აგვიხსნათ, რა განმარტებაზე არის საუბარი და შემდეგ რომ მოპასუხოთ ამ კითხვას. საქმე ეხება სავალდებულო გამოცდის პირველ დავალებას. ეს არის ტექსტის რედაქტირება. ცვლილება არ არის არც დავალებაში, არც შეფასების სქემაში. ეს არის იგივე დავალება, რაც იყო წინა წლებში და შეფასების სქემაც ისეთივეა, როგორიც იყო. რაც შეეხება ინსტრუქციას, ცვლილება არის მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუქციაში. ჩვენ ურჩევთ ბავშვებს არ დაითვალონ შეცდომები, რადგან ისინი უშვებენ ამაში შეცდომას. და მერე ნერვიულობენ და მერე აი რა ხდება, რამ გამოიწვია საერთოდ ეს ცვლილება. შარშან დაიწყეს ბავშვებმა ვთქვათ მოცემული იყო ინსტრუქციაში რომ დაშვებულია 18 შეცდომა და დაიწყეს ამ შეცდომების დათვლა, მაგრამ ამავე დროს ვთქვათ ერთმა ბავშვმა ჩათვალა რომ რომელიღაცა სიტყვა არის ჩართული ორივე მხრიდან დაწერა მძიმე, მერე იფიქრა რომ ეს ორი შეცდომა გაასწორა და რაღაც არსებითი ორი შეცდომა საერთოდ ვეღარ დაინახა, ანუ ყურადღება აღარ მიაქცია. ეს არ იყო ცალკეული შემთხვევა, ეს იყო ბევრი ასეთი შემთხვევა და მერე ჩვენ რა კი ხშირად ვეკითხებით ხოლმე აზრს მოგვქვენთ მასწავლებლებსაც, ჩვენ გამსწორებლებსაც, რომლებიც ასევე მასწავლებლები არიან. ამიტომ ბევრი ვიმსჯელეთ ამის თაობაზე და გადაწყდა რომ შეცდომის მითითება ცუდია იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვები იწყებენ დათვლას ამ შეცდომების რაოდენობის და ხშირად ეშლებათ. აი მაგალითად ეხა სამწუხაროა ის რომ მასწავლებლები ეუბნებიან ბავშვებს რომ არსებობს ქართულ ენაში ისეთი სიტყვები, რომლებიც ყოველთვის უნდა გამოიყოს ორივე მხრიდან ძიმით. ასეთი სიტყვები ბავშვებო არ არსებობს. არ არის სიტყვა ჩართული რო იყოს მუდმივად და ყველა შემთხვევაში. მაგალითად, აი რასაკვირველია ამ ქალის საქციელი სიტყვა არ არის ჩართული, რასაკვირველია. არ უნდა აქ მძიმე, მაგრამ თუ დაწერთ რასაკვირველია, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ეს არის ჩართული და აქ უნდა მძიმე. ანუ ყოველთვის კონტექსტი წყვეტს. როდესაც ამ ბავშვებს უთხრეს რომ ყველა შემთხვევაში ასეთი სიტყვების გარშემო უნდა დაწერონ მძიმეები, ისინი წერდნენ იმ დროსაც როცა არ იყო საჭირო, მე ითვლიდნენ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა რომ ამის შესახებ მათ გაიგეს გამოცდებამდე 3 დღით ადრე. ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით გვიპასუხეთ, იმიტომ რომ სატელეფონო ხაზი არის ჩვენი მსმენელი და მოდით მოусმინოთ მის კითხვას. დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ, თქვენ შეკითხვას ვეთანხმები, მე რომ ძალიან გვიან გააჟღერეს ეს ამბავი რომ ბავშვების ნერვიულ სისტემაზე და ფსიქიკაზე მოქმედებს, აღარ იციან გავიდნენ გამოცდაზე თუ არა. როგორ შეიძლება ეს ბავშვების დათვლაზე ნუ თქვენ უდარდოთ იმას რომ ბავშვები დაითვლიან და შეეშლებათ 10-მდე და 20-მდე, ყველა ბავშვმა იცის დათვლა და დაითვლის იმ შეცდომასაც. ფლაში კი არ ეშლება. მას შეეშალა, კონკრეტული მაგალითი გითხარით, რა შეეშალა? ჩართული ეგონათ შარშან სიტყვა ფაქტობრივად დაწერეს ორივე მხრიდან მძიმე და მერე რა კი ეს ჩათვალეს შეცდომად სხვა შეცდომებს აღარ მიაქციეს ყურადღება. ნუ თუ ეს ასე გაუგებარია. არ არის გაუგებარი, მაგრამ ძალიან გვიან არის გამოცხადება. არ არის გვიან, არა თქვენ არის 3 დღე ახლა ბავშვები მუშაობდნენ იმაზე რომ ითვლიდნენ და იმის შემდეგ უკვე აღარ აინტერესებდათ რომ აღმოაჩენდნენ რომ 18 შეცდომის ნება უნდა შეესწორებიათ 18, შეასწორეს 18, გაჩერდნენ შემდეგ და ეხლა რო თქვენ ეუბნებით რომ მთელი მასში რა ქვია მთელ ტექსტში უნდა შეცდომები აღმოაჩინონ და ითვალონ და ისა ეს უკვე დააბნებს ბავშვებს.
ბატონო, კითხვა რაში მდგომარეობს თქვენ? რომ არა გვიანია ესა და თქვენ მოსაზრება გამოხატეთ უბრალოდ. ამის გაკეთება ეხლა ბავშვებისთვის. კარგი, გასაგებია. ბატონო, ახლა როგორ უპასუხებთ აი ამ პრეტენზიას? კი ბატონო, გასაგებია. საქმე ის არის, რომ როგორც გითხარით, არც დავალება შეცვლილა, არც შეფასების კრიტერიუმები შეცვლილა. როდესაც ეუბნები აბიტურიენტს, რომ ეს არის 20-ქულიანი დავალება, თავისთავად გასაგებია, ხო, რომ 20 შეცდომაზე მეტი არ იქნება დაშვებული. ეხლა რაც შეეხება როგორ სწორდება, ხო? როდესაც მთელ ტექსტში დაშვებულია რომელიმე შეცდომა, სულ ერთი ეს არის პუნქტუაციური, სინტაქსური, მორფოლოგიური, სტილისტური ხარვეზი, მას აკლდება 1 ქულა. როდესაც ბავშვებმა იცოდნენ, რამდენი შეცდომა იყო დაშვებული ამ ტექსტში, როგორც გითხარით, ეს მათ ხელს უშლიდათ, იმიტომ რომ ხანდახან სტილისტურ ხარვეზად ეჩვენებოდათ ის, რაც ასეც შეიძლება დაიწეროს და ისეც. ამას რო გაასწორებდა, უკვე აღარ ეძებდა მეტ შეცდომას. ეხლა ჩვენ ვეუბნებით აბიტურიენტებს, ვეუბნებით გამოცდებამდე 2 დღით ადრე, რომ უფრო მეტად მიაქციონ ამას ყურადღება. კი ბატონო, თუ უნდათ დათვალონ ეს შეცდომები, ქვეყანა კი არ დაიქცევა, უბრალოდ მათ ეს ხელს უშლიდათ. შარშან და სავარაუდოდ წელს ნაკლებად შეუშლით ეს ხელს, რადგან ჩვენ გამოვცადეთ ეს დავალება ამგვარი ინსტრუქციით და უკეთესი შედეგი მივიღეთ. კიდევ ერთი ზარი არის, ბატონო, გახა, დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, დასვით კითხოთ, მოგესალმებით. დიახ, გისმენთ. მივესალმებით თქვენ სტუმარს, მივესალმებით სმენელს. პირველ რიგში მინდა ჩემი გულის ტკივილი გამოვთქვა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ 3 დღით ადრე გავიგე გამოცდებამდე აი ესეთი ცვლილების შესახებ, ახლა პირდაპირ კითხვაზე გადავალ. მე მაინტერესებს ქართულის ტესტში პირველ სავარჯიშოში იქნება თითოეულ ვარიანტში იქნება თუ არა შეცდომების თანაბარი რაოდენობა, რომ აბიტურიენტები არ ჩადნენ დისკრიმინაციულ და არათანაბარ სიტუაციაში. ანუ იმის თქმა მინდა მაგალითად პირველ ვარიანტში სიტყვაზე 8 შეცდომა იყოს, მეორეში 7. აი ესეთი თუ იქნება. დიდი მადლობა კითხვისათვის. მადლობა დიდი. არ ყოფილა არც ერთ წელს განსხვავებული რაოდენობა სხვადასხვა ვარიანტის მიხედვით. ყოველთვის იყო ერთნაირად და ასე იქნება წელსაც. ის რომ თქვათ ვეღაცას მოეჩვენა, რომ შარშან იყო მეტი შეცდომა ერთ ვარიანტში და ნაკლები მეორეში, ეს არის თვითონ მათი შეცდომა. არ იყო ეს ასე და მე უკვე გითხარით ამის მაგალითი. აი რო ავიღოთ ასეთი წინადადება. გუშინ სასამართლომ ფაქტობრივად დაიწყო საქმის განხილვა, აქ არც ერთი სიტყვა ჩართული არ არის და მძიმე არსად არ უნდა. მაგრამ რო ვთქვათ ასე, გუშინ ფაქტობრივად სასამართლომ ყველაფერი თავიდან განიხილა, აქ შეიძლება დაწეროთ მძიმეები, რადგან აქ სხვა აზრი ჩაიდოს. გუშინ სინამდვილეში დაიწყო განხილვა სასამართლომ, რადგან წინა სხდომები გადაიდო ან რაღაც ასეთი. ანუ კონტექსტით აზრით, შინაარსის მიხედვით უნდა გაიაზროთ ტექსტი და ისე დაწეროთ. შარშან სწორედ ამის გამო ატყდა ეს აუგზაური კამათი და გაუგებრობა და იმის გამო, რომ ბავშვები ითვლიდნენ ასე კონკრეტულ რაღაცეებს და შეცდომა დაუშვეს ამ დათვლაში, მიიღეს დაბალი ფულები. კიდევ ერთი სატელეფონო ზარი არის, მაგრამ სანამ შემდეგ მსმენელი დასვას მისთვის საინტერესო კითხვას მაინტერესებს, აი ამ დავალებასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც თქვენ გუშინ გააკეთეთ განმარტება, კიდევ რაიმე ცვლილება ხომ არ შეეხება? უბრალოდ მათ აღარ უნდა დაითვალონ შეცდომების რაოდენობა, თუ პირობაში, ინსტრუქციაში კიდევ რაიმე დამატებითი პირობა არის შესაძლებელი? არის მეტი, ეს არის იგივე დავალება, როგორც გითხარით, ისევ სწორდება, ისევ 20 ქულიანია. უბრალოდ ძალიან ხშირად აბიტურიენტები კითხულობდნენ. აი რაც შეცდომებია დაშვებული მარტო იმის არ გასწორებაში მაკლდება ქულა, თუ როდესაც იმ შეცდომებს გავასწორებ ტექსტის გადმოწერაში, რომ დაუშვებ შეცდომას, იმაშიც მაკლდება. ამდენი რომ არ იფიქროს ბავშვმა და ამდენი რო არ ეძებოს, მარტივად ვეუბნებით, აი ეს არის ნახევარგვერდიანი ტექსტი, სწორად გადმოწერე. რამდენ შეცდომასაც დაუშვებ, იმდენი ქულა დაგაკლდება. ნუ თუ ეს ესეთი გაუგებარია და ასეთი ძნელია. აი ამ ინფორმაციის შესახებ მათ რომ სწოდნოდათ უფრო ადრე. რა ცვლილება შეიტანოთ, თქვათ მომზადების პროცესში ხომ არ შეუშალათ ხელი, მართლა გარკვეული უხერხულობაში ხომ არ შეექმნათ მათ ცოტა ადრე რომ სწოდნოდათ ამის შესახებ. სხვანაირად ვერაფრით ვერ მოემზადებოდნენ ამ დავალების შესასრულებლად. როდესაც ადამიანის ენობრივი კომპეტენციას მოწმდება, ის ჩვეულებრივად უნდა მოემზადოს და ჩვეულებრივად შეასრულოს ეს დავალება. რამე განსაკუთრებული მომზადება ამას არ ჭირდება. კი ბატონო, ჩვენი მსმენელი არის დიახ, გისმენთ, უკაცრავად რომ გალოდინეთ, დასვით თქვენი კითხვა. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობათ.
გამარჯობათ ისმის? დიახ, ისმის დასვით კითხვა. ეს მაინტერესებს თქვენ სტუმართან შეკითხვა მაქვს. დიახ, გისმენთ. რადიო მიმღებთან ცოტა შორს რომ დადგეთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ტექსტები რამდენი ხანი არის გაგზავნილი არის უცხოეთში? დიახ, გვიმეორდება ხმადა თუ შეიძლება რომ რადიო მიმღებისგან ცოტა შორს დადგეთ. ტექსტები ხო არის გაგზავნილი დიდი ხანია და უკვე დიდი ხანი არის ჩამოსული და აქამდე რატო არ გაგვაგებინა ეს მაინტერესებს. კარგი და რა შეიცვალა ახლა რო გაიგეთ? რამე შეიცვალა დავალებაში? თქვენ ამოცანაში რამე შეიცვალა? რამე სხვანაირად უნდა გააკეთოთ? რასაც აკეთებდით, ხო იგივე უნდა გააკეთოთ. ძალიან გთხოვთ ბავშვებო, ნუ აყვებით იმ ხალხს ვინც გეუბნება. რა შუაში ეგა ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ, არა ახლა იქ ვიკითხავთ ჩვენ რამდენი შეკითხვა იქნება? გაქვს წინ ინსტრუქცია უნდა წაიკითხო და დაწერო, მორჩა. მეტი არაფერი არ უნდა გააკეთო. რატო უნდა იმკითხო? რაში მდგომარეობს ეს კითხაობა გაუგებარია, როდესაც ჩვენ აბიტურიენტების დიდი ნაწილი თვლით, რომ შაშან უფრო ადვილად იყო ესე თქვათ ჩატარებული და კიდევ ასე მოიხოთ რომ ასე იყო ჩატარებული. მადლობა შეკითხვით, ამომწურავი პასუხი სამწუხაროდ ვერ გამეცით. არა უშავს, თქვენ შეიძლება ვერ მიიღოთ ამომწურავი პასუხი თქვენ შეკითხვაზე, მაგრამ ეს არ ცვლის ტესტის სირთულის ხარისხს. ყველა დავალება არის წინასწარ შემოწმებული, წინასწარ აპრობირებული. თქვენ რო გეჩვენებათ, რომ ეს უფრო რთული იქნება, მაგაში ცდებით. იმიტომ რომ თქვენ არიცით როგორი სირთულის ხარისხის არის ეს ტესტები. ამიტომ წინასწარ ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა და ამხელა ნერვიულობა სრულიად ზედმეტია. ჯობია რომ შეასრულოთ ის მითითება, რაც წერია იმ ტესტში. წერია რომ აი ეს ტექსტი გადმოწერეთ შეცდომების გარეშე. დაწერეთ სწორად. რა იცვლება ამ შემთხვევაში? არაფერი არ იცვლება, 20 ქულა იყო და ისევ 20 რჩება. როგორც გითხარით, ყოველ შეცდომაში თითო ქულა დაგაგდება. ბატონო კახა, კიდევ სატელეფონო ზარი არის, ძალიან დიდი ინტერესი იწვევს თქვენი საგანი. დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. გისმენთ. სამწუხაროდ ვერ მოახერხა ჩვენმა მსმენელმა ჩვენთან დაკავშირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ საერთოდ მე ურჩევ აბიტურიენტებს, რომ არ ინერვიულონ ყველაფერზე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. ამასთანავე ცენტრში ვიღაცამ დარეკა, რომ აი მესამე და მეოთხე ვარიანტი უფრო რთული ყოფილა ვიდრე პირველი და მეორე. ეს ყველაფერი სისულელეა, ბავშვებო, მოაყვებით ამ ხმებს, იმიტომ რომ არავის არ აქვს ნანახი ის არც ერთი ვარიანტი და ვერავინ ვერ გეტყვით თქვენ რომელია უფრო რთული და რომელი უფრო მარტივი. არც ის არის მართალი, რომ წელს ტესტები გართულდა. ყველია ეს ისევ იმავე სირთულის არის როგორც იყო ყოველთვის. ბატონ კახა, სამწუხაროდ ჩვენს გადაცემაში ახლა რეკლამის დროა, სარეკლამო ჭრის შემდეგ ჩვენ ისევ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 2921199 ან 2921188. შევახსენებთ ჩვენ მსმენელებს, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი კახა ჯამბულია. იპოვე შენი მომავალი. მოусმინე გადაცემას გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, შევახსენოთ ჩვენ მსმენელებს, რომ ჩვენი სტუმარი არის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი კახა ჯამბულია. დიდი მადლობა აქტიურობისათვის და ახლაც სატელეფონო ხაზი არის ჩვენი მსმენელი. დიახ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. ძალიან გთხოვ, მე მშობელი ვარ, ძალიან გთხოვ. შეცდომების რაოდენობა დატოვეთ ისევ იმდენი, რამდენიც იყო და ბავშვებს ნუაბნევთ და ძალიან გთხოვთ რა. ბატონ კახა. ქალბატონო, აი ეხლა მე თქვენ რო გიპასუხოთ, რომ შეცდომების რაოდენობა ზუსტად იგივეა, რაც იყო. რა იცვლება ამით? რა შეიძლება იმ ბავშვისთვის? რატო იქნება ის უკეთეს მდგომარეობაში? თქვენ თუ გონიათ, მაცადეთ ახლა რა გიკითხეთ, მაშინ მომისმინეთ კიდეც, ხო? თქვენ ხო გაინტერესებთ პასუხი? მოდი ახლა მომისმინეთ და დაფიქრდით კარგად. როდესაც ჩვენ უთხარით, რომ 18 შეცდომაა დაშვებული, ბავშვმა არასწორად აღნიშნა შეცდომა. ის ჩათვალა, რომ სწორედ მოძებნა და მერე აღარ დაუწყო ძებნა დანარჩენ შეცდომას და ამის გამო დაკარგა ქულები. ეს არ იყო ცალკეული შემთხვევა. რატომ არ გინდათ ახლა, რომ გაუმარტივოთ ამ ბავშვებს და უთხრათ ასეთი რამ, გადმოწერეს სწორად ეს ტექსტი და შეეცადე არც ერთი შეცდომა არ დაუშვა, რადგან ყოველ შეცდომაზე გაკლდება თითო ქულა. თუ არც ერთ შეცდომას არ დაუშვებ, მიიღებ 20 ქულას. ერთი შეგეშლება მიიღებ 19-ს, ორი შეგეშლება მიიღებ 18-ს, სამი შეგეშლება მიიღებ 17-ს. ეს ხო ძალიან ადვილი გასაგები და გასააზრებელია. მაშინ, როდესაც
ბავშვები ფიქრობდნენ, აი ეხლა მე სწორად ვიპოვე და გავასწორე. მაგრამ რაღაცა რაც არ იყო გასასწორებელი, იქ თუ დაუშვი შეცდომა, ამაზე დამაკლებენ ქულას. აი ბევრ რამეზე უწევთ ფიქრი და რა საჭირო ამდენ რამეზე რო იფიქრონ. ძალიან დიდი მადლობა მაშინ. დიდი მადლობა. მადლობა ზარისათვის. ბატონო კახა კიდევ სატელეფონოზე. დიახ გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ გისმენთ. მე შევეცდები ხა აუხსნა ბატონ კახას თუ რატო შეიქმნა აჟიოტაჟი ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენთვის შეიძლება იმენა ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ძირეთ რო გვაქვს და კიდევ ბევრ სხვა თემას შევეხოთ. აბიტურიენტმა იცოდა რომ უნდა მოეძებნა 18 შეცდომა. დაუშვათ რომ მან მოძებნა 16 შეცდომა. ადგა ეს ბავშვი და ხელახლა კიდე დაკვირვებით წაიკითხა ტესტი და ცდილობს რომ ის ორი შეცდომაც იქნებ მოძებნოს. და მან დაუშვათ მოძებნა 18-ვე და შემდეგ დავალებაზე გადავიდა ის უფრო დამშვიდებული, დაწყმარებული რომ ის დავალება მისიად შეიძლება არასწორად იპოვა ეს 18 შეცდომა, მაგრამ უკვე შვიდად შეუდგა იმ დანარჩენი სავარჯიშოების გაკეთებას. ნუ თუ ეხლა აუცილებელი იყო ამ ცვლილების შემოტანა. ბავშვები როდესაც 4 დღეში გამოსწავდა ისე და ძველავენ დამატებითი პრობლემა შეუქმნა. დიდი მადლობა კითხვისათვის და მოусმინოთ ახლა თქვენი ოპონენტის პასუხს, აი როგორი არის თქვა აი მოსაზრებაზე თქვენი პასუხი. მასწავლებელი, არ ვიცი ხა რეპეტიტორი თუ ისეთი პედაგოგი რა მნიშვნელობა აქვს ბავშვებს, როდესაც ამზადებდა შარშანდელი ვარიანტების ნიმუშების მიხედვით, ეუბნებოდა რომ აი ნახეთ, აქ არის თქვა დაშვებული 2 სინტაქსური შეცდომა, 3 მორფოლოგიური და აი ასე იქნება, გაისადაც და ეძებეთ ეს რაოდენობა. არ არის ეს სწორი, მეგობრებო, არ იქნება ასე. არასწორად ამზადებდნენ ამ ბავშვებს და გეუბნებით უკეთესია ამ ბავშვებისთვის. და 2 დღის წინ რა გახსენდათ ეს უკეთესია ბავშვისთვის. კარგით, გასაგები ერთი შეკითხვა მაქვს კიდე. არის თუ არა შესაძლებელი რომ 18-ზე ნაკლები შეცდომა იყოს? ან იქნება 18 ან 20, 18-ზე ნაკლები შეიძლება იყოს? არ არის შესაძლებელი. აი გეუბნებით 20 ქულა ხო ნიშნავს იმას, რომ 20-ზე მეტი არ იქნება შეცდომა. ეხლა 18-ზე ნაკლები შეიძლება იყოს? აი ეხლა მე გეტყვით თქვათ. მოდი აი ეხლა თუ ასე გადაირევა მთელი საზოგადოება, გამოვაცხადებთ. ხო, თქვენ ეს ცნობილია ტესტები ჩამოსულია და რატო ქნის პრობლემა? 18 შეცდომა გამოვაცხადებთ, რომ არის 19 შეცდომა. ხალბატონო, თქვენ დასვით თქვენი მოსაზრება, აპასუხებინეთ თქვენ ოპონენტს, თუ გაინტერესებთ მართლაც აზრი რაში მდგომარეობს, რომ გავიგოთ შინაარსს. თქვენ რო გითხრათ, რომ იქნება ზუსტად ისე როგორც იყო შარშან, თქვენ ფიქრობთ რომ შეიცვლება ეს დავალება და სხვა ვითარებაში აღმოჩნდებიან ბავშვები? არ არის ეს ესე. 2 დღით ადრე გაფრთხილება ნიშნავს, რომ ამას მეტი ყურადღება მიაქციეთ და ნუ გააკეთებთ იმას, რაც მოხდა შარშან. ტყუილა რო დაკარგეს ამ ბავშვებმა ქულები. ეს გამოცდილების მიხედვით შეიძლება ადამიანმა დაასკვნა, როგორ ჯობია ამ ბავშვს გააგებინო, რა გააკეთო. წლები ეს გამოცდილება იყო და ეხლა რატო გაგახსენათ? კარგით, მაგრამ გასაგებია. არ არსებობს არც ერთი ურყევი რამ. მეცნიერული საერთოდ ყველაფერი ის არის, რაც იცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ იცვლება, ის უკვე იდეოლოგიაა და ეს უკვე დოგმა. ბატონ კახა. მოგგონიათ, რომ რამე არ შეიცვლება განათლების სისტემაში, ან თუნდაც ტესტებში ყოველწლიურად რაღაც შეიძლება შეიცვალოს და არ არის ეს თქვენ მე მგონი საკმარისი აღახსნა განმარტება მივეცით, არის ძალიან ბევრი კითხვა შემოსული. დიახ, გისმენთ და თუ კიდევ სხვა დამატებითი კითხვა გაქვთ და ბატონო კახა, ესე იგი გამოდის რომ ბონუს ქულები აღარ იქნება ალბათ, ხო? იცით რა, აი გაცილებით უფრო ადვილია ბავშვისთვის იმის გაგება, რასაც მე ვამბობ, ვიდრე ახლა რასაც ჯობია რომ მოკაცრავად ხალბატონო. ჯობია რომ ძალიან მარტივად უპასუხოთ ამ ბავშვების შეკითხვებს. რომ არის ნახევარგვერდიანი ტექსტი, სადაც არის დაშვებული შეცდომები. არ არის 20-ზე მეტი შეცდომა. გადმოწერეთ ისე, რომ იყოს სწორად ეს ტექსტი გადმოწერილი პასუხების ფურცელში და ყოველ შეცდომაზე დაგაკლებათ თითო ქულა. რაც უნდა ეხლა ამას ცალკე ბონუსების სისტემაზე განმარტებების მიცემა. ეს უფრო რო აბნევს ამ ბავშვებს. ეს რო გავიგეთ ჩვენ, იმიტომ გვინდა რომ გავამარტივოთ. რა საჭიროა ეხლა ვილაპარაკოთ ბონუს ქულებზე, რომელ წელს როგორ იყო და როგორ ჯობდა. გეუბნებით რომ ასე უფრო ადვილად ასრულებენ ბავშვები ამ დავალებას, ამის გამოცდილება არსებობს. ამიტომ გავაფრთხილეთ გამოცდის წინ. ნუ დაითვლით ბავშვებო ამ შეცდომებს და თუ გინდათ, კი ბატონო, დაითვალეთ, მაგრამ ისევ თქვენ გეშლებათ ამათი ხელი. ცალკე დრო იყო გამოყოფილი ამ დავალების შესასრულებლად ბატონო. ტესტისთვის გამოყოფილი არის 4 საათი და მე სხვათა შორის მინდა ვისარგებლო ახლა შემთხვევით აბიტურიენტებს უთხრა, რომ ეს არის იმაზე მეტი დრო, ვიდრე სინამდვილეში ჭირდება ამ ტესტის შესრულებას. რათა მათ კონდეთ იმის საშუალება, რომ ჯერ
დაწერონ შავად ყველაფერი ტესტის ბუკლეტში, მერე წაიკითხონ, გაასწორონ, არ ინერვიულონ და არ აღელდნენ არაფერზე, შემდეგ წყნარად გადაწერონ პასუხები ფურცელში და იმის დროც არის რომ მერე ისიც წაიკითხონ და გაასწორონ. ასე ძალიან ბევრ შეცდომას აიჩილებენ. ბატონ კახა, ბევრი კიდევ არის სატელეფონო ხაზზე მსმენელი, მაგრამ თუ ისევ ამ განმარტებასთან არის დაკავშირებით ეს კითხვა, მე მგონი ამომწურავად გავეცით პასუხი, იმიტომ რომ Facebook დიახ გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გამარჯობათ, ესე იგი, მაინტერესებს ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებით. დიახ, საინტერესო კითხვა დიახ გისმენთ. ესე იგი, პროზა და პოეზია, როგორც ვთქვით, ეს ორი დავალება არის, არჩევითი და მაინტერესებს იგივე დარჩა, ანუ არჩევითი იქნება ახლა? დიახ, რა თქმა უნდა, იგივე დარჩა, ტესტის ფორმატში არავითარი ცვლილება არ არის. როგორც იცით, მესამე დავალება, წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება, ორი დავალებისგან შედგება, თქვენ აირჩევთ, რომელიც გინდათ და იმას შეასრულებთ. და ესესთან დაკავშირებით იყო კითხვა, მეც ვისარგებლებ შემთხვევით, სანამ ჩვენი მსმენელი დაგვიკავშირდება, შემდეგი ესე რა სირთულის იქნება? დაახლოებით იგივე რაც იყო წინა წლებში. ანუ მოცემული არის რაღაც დებულება, რომლის შესახებაც აბიტურიენტმა უნდა გამოთქვას აზრი და უნდა ცადოს, რომ მოიყვანოს არგუმენტები. ამ აზრის დასასაბუთებლად უარსაყოფად თავისი პიროვნული პოზიცია უნდა გამოხატოს და არ არის აუცილებელი სხვათა შორის აბიტურიენტებს ხანდახან გონიათ, რომ რაც არის ადგილი მოცემული, ის აუცილებლად უნდა შეივსოს. ხანდახან უმაღლეს ქულას ესეში იმსახურებს ისეთი ნაწერიც, რომელიც მხოლოდ ნახევარი გვერდიან ოდნავ მეტი. ამა ესესთან დაკავშირებით ბატონო კახა, აინტერესებთ არგუმენტები უნდა იყოს გამყალებული მაგალითებით, ანუ რამდენ არგუმენტსაც დავწერ, ყველას თავისი მაგალითი უნდა მივუსადაგო, იყო ასეთი კითხვა. ცოტა ბუნდოვანი კითხვა, მაგრამ იცით რა შეფასების კრიტერიუმებს შეეხება. კი, შეფასების კრიტერიუმებში, რა თქმა უნდა, ქულები მაგის მიხედვით მიენიჭება აბიტურიენტის ნაშრომს, რამდენად დასაბუთებულია ეს ნათქვამი. ოღონდ დასაბუთება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მაგალითი უნდა მოიყვანოს, თქვათ, რომელიმე ნაწარმოებიდან, ან ფილმიდან, ან სპექტაკლიდან, ან საკუთარი დასაბუთება მსჯელობაც არის. აი, ზოგადი მსჯელობა, თქვათ, ადამიანი რო ცუდად არ უნდა მოექცეს, მაგალითად, ცხოველს და არ უნდა დატანჯოს, რადგან ეხლა ისიც რო დაწეროს აბიტურიენტმა, რომ საერთოდ სიკეთე უნდა აკეთოს ადამიანმა და ბოროტება არავის არ უნდა გაუკეთოს, ესეც კი არის გარკვეული აზრით დასაბუთება და სულ არ არის აუცილებელი მაინდამაინც რაღაცის ციტირება. ანუ საკუთარი მსჯელობით უნდა მოახერხოს აბიტურიენტმა. ბატონ კახა, ცირად რო გრჩება და მინდა რომ მოვასწრო ყველა კითხვის დასვა და შემდეგ უკვე სატელეფონო ზარზე ჩვენი მსმენელი იქნება. მეორე წერი დავალებაში გთხოვენ მსჯელობა გამამყაროთ ტექსტური მასალით, ასევე გამოვყოთ ნაწარმოებში გამოყენებული მხატვრული საშუალებები და ავტორის სტილი, ორივე შემთხვევაში ციტატის მოყვანა თუ არის საჭირო, არის ასეთი კითხვა, ძალიან მოკლედ რომ გეუპასუხოთ და ჩვენი მსმენელი უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც გველოდება. ციტირება მაგ შემთხვევაში აუცილებელი არ არის, ტექსტის მასალის გამოყენება ნიშნავს იმას, რომ შეიძლება საკუთარი სიტყვებით გადმოსცეს ის, რისი დამოწმებაც უნდა ტექსტიდან, ან უბრალოდ, როდესაც პერსონაჟის მხატვრულ სახეზე მსჯელობს, კონკრეტული ადგილი მიუთითოს ტექსტში. არ არის აუცილებელი ზუსტად გადმოწეროს მთელი აბზაცი, ვთქვათ. ჩვენი მსმენელი არის, დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, დიდი ბოდიშით, რომ ტელეფონი. გამარჯობა, ისე მაინტერესებს, ანუ ლექსი და საკითხulis გააზრება საპროგრამო იქნება, ასე? იმ დავალებაში, სადაც მოცემულია ორი ტექსტი ასარჩევად, ერთი ტექსტი აუცილებლად საპროგრამო იქნება და მეორე არასაპროგრამო. ოღონდ, ეხლა მე თქვენ ვერ გეტყვით, რომელი იქნება აქედან საპროგრამო, პროზა თუ პოეზია. შეიძლება სხვადასხვა ტესტში, ანუ სხვადასხვა ვარიანტში, სხვადასხვაგვარად იყოს. ერთში იყოს პოეზია საპროგრამო და პროზა არასაპროგრამო, მეორეში პირიქით. კიდევ ერთი ზარი, დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, დიახ, გისმენთ. თუ შეგიძლიათ რომ ზუსტად აგვიხსნათ ბატონო კახა შეფასების სქემა, იმიტომ რომ ლოგიკურად გასაგებია რომ დავალება არის 20 ქულიანი და 20 ქულაზე მეტი არ იქნება, მაგრამ ანუ შეიძლება რომ იყოს 6 ქულიანი, ანუ თქვა 6 შეცდომა იყოს, 15 შეცდომა იყოს, 13 შეცდომა იყოს, იმიტომ რომ რეალურად ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ თქვენს კი ვერ დამარწმუნეთ იმაში, რომ ამ დავალებას მე უკეთესად გავაკეთებ, თუ არ მეცოდინება შეცდომების რაოდენობა, იმიტომ რომ რეალურად მე ვარეგულირებდი, ასე ვთქვათ, ამ ციფრით ჩემს შეცდომებს. თუნდაც თქვენი ლაპარაკიდან გამომდინარე, თქვენ რომ ამბობთ, რომ წინა წლებში ვთქვათ ფაქტობრივად სიტყვა ან სხვადასხვა მიიჩნიეს ჩართულად დაუწერეს ორი მძიმე, ანუ მე თუ ვიცი რომ 18 შეცდომა მაქვს, რეალურად აღარ მივიჩნებ იმ ფაქტობრივად. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ რიცხვის ცოდნა, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ვარეგულირებდი ამით შეცდომებს, იმიტომ რომ ახლა არ ვიცი მე რამდენია შეცდომა და თუნდაც მაგრამ თუ შეცდომა არა
არა მე სხვა რაღაცას ვერ გამიგე თქვენ ანუ ბავშვებმა შარშან თუნდაც ბატონმა კახამ რო თქვა ფაქტობრივად სიტყვა ჩათვალეს შეცდომად მაგრამ მე თუ ვიცი რომ უკვე მაქვს 17 თუნდაც 18 შეცდომა ნაპოვნი იმ შეცდომას აღარ მივიჩნევ ანუ მე შეცდომად და თუ არ ვიცი რეალურად მე რამდენი მაქვს შეცდომას საპოვნი ანუ იმას ჩავთვლი შეცდომა და უფრო რეალურია რომ დამაკლდეს ქულა ანუ ალბათობა იმისა რომ ქულა დამაკლდეს უფრო მეტია ხო თუ არ ვიცი მე შეცდომების რაოდენობა ამაში საქმე და ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო რომ ნებისმიერი ცვლილება რაც ასეთ მნიშვნელოვან გამოცდას ეხება რომელიც ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპისთვის არის ესეთი ცვლილება ორი დღით ადრე არ უნდა იყოს გასაჯეროებელი ნებისმიერი ცვლილება და ბატონ კახას ნუ გამოყავართ ისეთ მდგომარეობაში რომ თვითონ ჩვენ არ გვესმის რაღაცა ან ძნელია ამის გაგება გასაგებია თქვენი მოსაზრება დიდი მადლობა ბატონ კახა არგუმენტი არის ასეთი რომ მათთვის იყო უფრო მეტად ადვილი კი ბატონო ვისთვისაც უფრო მეტად ადვილი იყო ისე გააკეთეთ როგორც აქამდე აკეთებდით დათვალეთ ის შეცდომები ჩათვალეთ რომ ყველაფერი ზუსტად ისე წერია იმ ტესტში როგორც ეწერა თუ ეს თქვენთვის უფრო მარტივი იქნება კი ბატონო დაითვალეთ ჩათვალეთ რომ ისევ ისეა როგორც შარშან იყო არაფერი არ შეცვლილა მე გირჩევთ რომ ეს არ ვარგა ამან გამოიწვია გარკვეული ქულების დაკარგვა მაინდა-მაინც ისე გინდათ კი ბატონო გააგრძელეთ ბატონო ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ რომ გითხრათ რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული ძალიან მოკლედ რომ გითხრათ და ისევ კითხვები რომელიც ჩვენ სოციალურ გვერდზე შემოვიდა სოციალურ ქსელში გვდანენ ჩვენი მსვენელები შარშანდელი საერთოდ ყოველი გამოცდის ანალიზი რო ტარდება მე ჩვენ ვეკითხებით ხოლმე მასწავლებლებსაც და გამსწორებლებსაც აი მათი აზრის შეჯერებით მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ეხლა ასე გაგვეკეთებინა ის რაც ეხლა ითქვა ამ შემთხვევაში ვინც დაგვირეკა იმის მიერ რომ ეს არის ძალიან არსებითი ცვლილება მე მაგაში ვერ დავეთანხმები ეს არ არის არსებითი ცვლილება რომელიც რამდენიმე წლით ადრე უნდა იცოდეს საზოგადოებამ ეს საერთოდ არ არის ცვლილება მეტიც რო გითხრათ არც დავალების სტრუქტურა შეცვლილა არც შეფასების კრიტერიუმები არ შეცვლილა კი ბატონო შედით ჩვენ ვებგვერდზე ნახეთ შარშანდელი დავალება და შეასრულეთ ზუსტად ისე როგორც შეასრულებდით იმას ოღონდ იცოდეთ შარშანდელ დავალებაში თუ არის მოცემული ორი სინტაქსური შეცდომა და სამი სტილისტური ხარვეზი ამ პირიქით იგივე არ იქნება წელს მაინდა-მაინც ამას რო ასწავლიან მასწავლებლები და ასე რო ამზადებენ ამის წინააღმდეგ გვინდოდა ჩვენ ეს გაგვეკეთებია და თუ თქვენ ესე არ გინდათ როგორც ემზადებოდით ისე შეასრულეთ ეს დავალება კიდევ ერთი ზარი თუ შეიძლება ძალიან მოკლედ დიახ ძალიან მოკლედ იმიტომ რომ უკვე ჩვენი გადაცემა ერთადერთი რამ რაც მინდა რომ გითხოთ თუ ითვალისწინებს ისევე დავალება ბონუს ქულას აქ 20 ქულიან დავალება უკვე უპასუხეთ ქალბატონო ამაზე უკვე უპასუხეთ მაგრამ ვერ გავიგე ანუ ითვალისწინებს თუ არა საერთოდ ჯობია რომ აი ასე შეხედოს აბიტურიენტმა ამ დავალებას უნდა გადმოწეროს ტექსტი სწორად და ყოველ დაშვებულ შეცდომაზე დააკლდება თითო ქულა ეს ბონუსი არის ძალიან დამაბნეველი დაანებეთ ამ ბონუსზე ფიქრს თავის საერთოდ უნდა მიიღოს ანუ ჩვენ ამით განსაზღვრავთ შეცდომათა რაოდენობას იქიდან გამომდინარე რომ თქვა 20 ქულაზე მეტი არ მოძებნონ ბავშვებმა 20 შეცდომაზე მეტი უკაცრავა და ეძებონ ცოტა თქვა 20-ის ფარგლებში ხა თქვენ ცოტა განუსაზღვრელი რაოდენობის შეცდომების ძებნა შეიძლება ზოგმა დაიწყოს ეს ფსიქოლოგიური მომენტია ელემენტარულად იქნებიან თქვი ეგ უკვე რამდენჯერმე და ახლა კიდე ერთხელ გავიმეორებ ეთყობა თავიდან არ უსმენდით რომ 20-ზე მეტი შეცდომა არ არის არც ერთ ტექსტში. ეგ ეგრე არ არის რომ ზოგ ტექსტში ზოგ ვარიანტში არის 5 შეცდომა, ზოგან 15, ზოგან 30. არ არის ასე. უფრო მეტიც ეხლა ხანს ისიც ვთქვი რომ კი ბატონო, როგორც შარშან იყო, ზუსტად ისე გააკეთეთ, ზუსტად ისე დათვალეთ. თუ არ გინდათ ეს, რასაც ჩვენ გთავაზობთ, რომ ასე ჯობია, კი ბატონო, ისე გააკეთეთ და არაფერი არ შეიცვლება, მაგით საერთოდ იმასაც გარწმუნებთ მე თქვენ რომ სინამდვილეში აბიტურიენტის ამოცანა არაფრით არ შეცვლილა, მან უნდა შეცდომები გაასწოროს, სწორად გადმოწეროს ტექსტი. ეს იყო შარშანაც და ესეა წელსაც. ბატონ კახავს, ჩვენი დრო იწურება ძალიან მოკლედ, რომ შევაფასოთ გამოსაშვები გამოცდები. აი ძალიან მოკლედ რომ გვითხრათ. წელს სხვათა შორის რაღაც არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოყვა ამ გამოსაშვებ გამოცდებს და მათ შორის ნუ ახლა ყველაფერს ვერ შევეხებით, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ესეთი ცოტა დრო რო გვაქვს. მათ შორის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას პირველ რიგში ბავშვები იყვნენ თურმე უკმაყოფილო იმითი რომ მაღალი ქულები ვერ მიიღეს. მე რამდენიმეს ველაპარაკე და ნუ აღმოჩნდა რომ ვიღაცას ვეფხისტყაოსანი არ ქონდა წაკითხული, ვიღაცას დიდოსტატი, ვიღაცას აგეოგრაფია და მაინც 10 ქულები უნდათ და უცნაურია. აი ახლა ერთ პუბლიკაციაში წერია აბიტურიენტების მოსწავლე
მასწავლებლების ასეთი შეფასება გამოსაშვები გამოცდების ქართული ენის და ლიტერატურის ვერ ვიტყვი რომ ადვილი იყო, ვერ ვიტყვი რომ რთული იყო, ვერ ვიტყვი რომ არ ვიცოდი. ამ სიტყვებში მე არ მესმის რატო ჩანს რომ არ ვარგოდა ეს გამოცდა ან რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევა იყო. საერთოდ როგორც აჩვენა გამოცდების ანალიზმა, ეს იყო ზუსტად ისეთი ტესტი, როგორიც უნდა ყოფილიყო, ანუ ძალიან ცოტა ჩაიჭრა, ძალიან ცოტა მიიღო უმაღლესი ქულა. ეხლა მე ვთხოვ ჩვენს პედაგოგებს, ჩვენს დირექტორებს და მათი მოვალეობის შემსრულებლებსაც, რომ ასეთ პუბლიკაციებს მოერიდონ, აი აქ წერია გამოვიდაო ერთ-ერთი მოსწავლეო და თქვაო გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა, კითხვაზე როგორი იყო ხელმძღვანელი, გაიხსენა ორი დასახელებული ალტერნატივა, უცოდინარი, ერთი და მეორე ამპარტავანი. მერე კომენტარია დამეთანხმებით, რომ აქედან ნამდვილად შეუძლებელია ერთ-ერთის გამორიცხვა. ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ამ კითხვას ჰქონდა ტექსტი და იმ ტექსტში ჩანდა ერთი თვისება ძალიან გარკვევით. ადამიანი შეიძლება იყოს უცოდინარი და არ იყოს ამპარტავანი ან და პირიქით და არ ღირს ჩვენ ავყვეთ ასე ბავშვმა რაღაცა ვერ დაიმახსოვრა სწორად, არასწორად გამოიტანა, მე ამაზე პუბლიკაციები ვბეჭდოთ, რომ არ ვარგა გამოცდები და ეს საერთოდ რა სისტემაა, რატო ვერ ხედავს ბავშვი თავის ნამუშევარს, იმიტომ რომ ეს არის ეგრეთ წოდებული computer adapting testing, ანუ ის სისტემა, რომელიც ამის საშუალებას არ იძლევა. არც მე არ მომწონს ეს სისტემა, კი ბატონო, შევცვალოთ, მაგრამ ის რომ საერთოდ გამოცდები არ ვარგოდა გამოსაშვები და იყო იმაზე რთული ვიდრე შაშან, ეს არ არის სწორი. ბატონო კახა, საკმაოდ ბევრი კითხვა დაგროვდა და მგონი კიდევ ერთხელ მოგიწევთ ამ საგამოცდო პროცესის განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, ვუსურვებთ ჩვენ აბიტურიენტებს წარმატებას და შევახსენებ მათ, რომ ხვალ იმედის დილაში ჩვენ გვექნება ჩართვა ერთ-ერთი საგამოცდო ცენტრიდან და ზუსტად გავაცნობთ აბიტურიენტებს საგამოცდო წესებს. წარმატებას გისურვებთ. რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის შედეგები, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები, კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად.